სახელითა მამისათა და ღვთისათა და წმინდისა სულისათა. არქიმანდრიტი რაფაელი ლოცვის შესახებ კერძოდ მოსახსენიებელი სიყვარულის ტრაპეზი. თითქმის ყველა ქრისტიანს აქვს პატარა წიგნაკი, მოსახსენიებლად წოდებული, ძველი დიპტიკების მსგავსი, სადაც ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებია შეტანილი. ამ წიგნაკს იგი აგზავნის ტაძარში, კვეთის და კვერექსების დროს, პარაკლისებსა და პანაშვიდებზე. მას უნდა კითხულობდეს ყოველდღიურად შინაც, პირადი ლოცვების დროს. რას ნიშნავს სახელების ეს სია? ყოველი სახელი ადამიანს აღნიშნავს, ცოცხალთა სიაში ადამიანის პიროვნებას, მიცვალებულთა სიაში სულს, რომელმაც სხვა სამყაროში გადაინაცვლა, ჩვენთვის უცნობ ყოფიერებას შეუერთდა. მოსახსენიებელი სულიერი მდელოა, რომელზეც ცოცხალთა და მიცვალებულთა სულებს ვხვდებით და არა მარტო მათ, არამედ მათ მფარველ ანგელოზებსაც. მოსახსენიებელი კავშირია ცოცხალთა და მიცვალებულთა შორის, ყველას შორის, ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს. მადლის მიერი კავშირი, სადაც არ არსებობს მანძილი და დაბრკოლება, ახლობელი და შორებელი, სადაც არ არსებობს განყოფა და განსხვავება ამ სოფელში მცხოვრებთა და იმათ შორის, ვინც მიწაში წევს, ვისი სხეულიც მიცვალებულთა აღდგომის დღემდე სამარეში განისვენებს, როგორც სარეცელზე. ჩვენ ყველანი ერთ სულიერ ქალაქში ვიმყოფებით, რომელსაც სახელად ეკლესია ეწოდება. მოსახსენიებელი შეხვედრის ადგილია და გზა მისკენ ადამიანის გულზე გადის, მხოლოდ გულის ხმა გაისმის ზეცაში. ცარიელი სიტყვები კი უკვალოდ იფანტება ჰაერში და წყლის ზედაპირზე გადავლილი ჭავლივით ქრება. უგულო ლოცვა არ აერთიანებს კაცთა სულებს. იგი გაწყვეტილ ჯაჭვს წააგავს. ყოველი სახელის ქვეშ ადამიანია თავისი საჭიროებებით, ტანჯვითა და ტკივილით. ყოველი სახელი ბაგეებია ჩვენგან შველას რომ ითხოვს. ეს განსაკუთრებით მიცვალებულთა სახელებზე ითქმის. თითქოს სამარიდან უხმო ვედრება მოისმოდეს. ამიტომ სახელებს ისე უნდა მოვეკვრათ, როგორც ადამიანებს. ამ სახელების ქვეშ რომ იმალებიან, თითქოს ფარდას ეფარებოდნენ. არსებობს გამოთქმა, მოსახსენიებლების წაკითხვა და მართლაც ხშირად ხდება, რომ ჩვენ კი არ ლოცულობთ, პირდაპირ მნიშვნელობით კითხულობთ მოსახსენიებლებს. ისე ჩამოთვლით სახელებს, თითქოს კენჭებს ვითვლიდეთ. ჩვენი ცნობიერება ამ დროს მთლემარე და გამოტიშულია, ნება მოდუნებული, აზრები გაბნეული, თვალის შინიკი თითქოს წაგვრთმევია. ილოცო ნიშნავს ევედრულ ღმერთს, შეწყალებას, როგორც მსჯავრდებული სთხოვს მსაჯულს შენდობას. ევედრო ღმერთს სხვა ადამიანისათვის ნიშნავს ისე განიცდიდე სხვის ტკივილს, როგორც საკუთარს განიცდიდე. ნიშნავს ხელი გაუწოდო დასახრჩობად განწირულს, ტვირთის სიმძიმით წელში მოხვილს შეეშველო. ილოცო ნიშნავს შეუერთდე ღვთის ზღვა მოწყალებას. ამიტომ ლოცვა იმედით უნდა განვაცხოველოთ. მოსახსენიებელის ფურცლების თეთრი ფონიც კი ლოცვის ერთგვარ ფონად უნდა იქცეს, უпроსოვად იმედის ნიშნად, იმ იმედისა, რომლითაც ამ სახელებს წარმოვთქვამთ. მოსახსენიებელის ორი ნაწილი დღისა და ღამის მსგავსია. ცოცხლები მიწის ზემოთ არიან, დღის შუქზე. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ისინი, გავიგონოთ მათი ხმა და ხელითაც კი შევეხოთ. მიცვალებულები იმ სოფელში გადავიდნენ,
ჩვენთვის საიდუმლოებებით მოცულ, რომ რჩება. ისინი ცოცხლები არიან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, თითქოს ერთმანეთისაგან ღამის სიბნელე ყოფს. მოსახსენიებელი იმის სიმბოლოა, რომ ჩვენი ახლობლები მუდამ ჩვენთან არიან. მოსახსენიებელი სიკვდილის ხსოვნაა, სიკვდილისა, რომელთანაც ყოველ ჩვენგანს ხელშეკრულება აქვს დადებული თავისი გაჩენის დღეს. ისინი, ვინც ცოცხალთა სიაში არიან, თავის დროზე მიცვალებულთა სიაში გადაინაცვლებენ, მაგრამ იქიდან უკან არც ერთი სახელი არ დაბრუნებულა. ამ ქვეყნად ჯერ არავის გაუვლია ეს გზა უკუღმა, ისევე როგორც არც ერთი მდინარე არასოდეს დაბრუნებულა სათავისაკენ. ამავე დროს მოსახსენიებელი ამოწმებს, რომ სიკვდილი არ არსებობს, რომ ეს მხოლოდ განშორებაა, რომლის დაძლევაც ლოცვას შეუძლია. ამ სოფელში ყველა იდანჯება, მართალნიც და ცოდვილნიც. ყველას ესაჭიროება შეწევნა და თანაგრძნობა. ამიტომ მელნით დაწერილი სახელები ცრემლით და სისხლით იწერება სულიერი თვალსაზრისით. მოსახსენიებელი ჩვენი სიყვარულის ბარომეტრია. რა ზომის ყურადღებითაც ვკითხულობთ, რა ზომითაც ეს სახელები აღწევენ ჩვენი გულის სიღრმეს და თბებიან ჩვენი სიტყვოთი, იმ ზომითვე ვასრულებთ უფლის მცნებას სიყვარულის შესახებ. სიყვარულისა, რომელიც ჟულზე მაღლა დგას. სარწმუნოება, სასოება და სიყვარული ერთ მთელს შეადგენენ, მაგრამ სარწმუნოება სულიერი აღმასვლის პირველი საფეხურია. იგი შობს ყურადღებას და აძლიერებს ლოცვაში მოთმინებას. განგრძალული ლოცვა ადამიანს ერთგვარ საიდუმლო უწყებას მოუვლენს, რომ ღმერთმა ისმინა მისი. სასუება განდევნის ეჭვს და ამკვიდრებს სულში ღმრთის მადალს, რომელიც სიყვარულად გაცხადდება. მაშინ კაცი ისე ლოცულობს თავისი მტრებისათვის, როგორც მეგობრებისათვის და არ უნდა, რომ მის გამო ვინმე დაისაჯოს. იგი ლოცულობს თავის შეურაცხყოფელთათვის და შენდობას, რომც არ სთხოვდნენ, მიუტევებს მათ. მოსახსენიებელში შეტანილი მტრების სახელები სულიერი სალაროს გასაღებია. ეს ის ცეცხლია, რომელიც თივასავით ბუგავს შურს, გველივით განდევნის გულიდან ღვაწლსა და შურის ძიებას. მტრებს კი მეგობრებად აქცევს. ყურადღებით და შემოკრებული გონებით ლოცვა ისევე ძნელია, როგორც სისხლის დათხევა. ამიტომ მოსახსენიებელი უხილავი ბრძოლის ველს გავს. სამაგიეროდ ასეთი ლოცვის შემდეგ ადამიანს სინდისის სიმშვიდე და გამარჯვების სიხარული ეუფლება. მოსახსენიებელი მიცვალებულთა წინაშე დარჩენილი ჩვენი ვალის გადახდის შესაძლებლობაა. მოსახსენიებელი ღმერთისათვის გაგზავნილი საიდუმლო წერილია. მოსახსენიებელი სარწმუნოების შემოწმება, სასოების გამჟღავნება, სიყვარულის გამოცდა. ესაა იმის გამოცხადება, რაც ჩვენს გულშია დამარხული. თანაგრძნობა თუ გულგრილობა, გაზაფხულის სითბო თუ ზამთრის სიცივე. მოსახსენიებელი საკუთარი სიკვდილისათვის მომზადება იმ დღისათვის, როდესაც იმ სოფლად სულს ისინი შეხვდებიან, ვინც უყვარდა, ვისთვისაც ლოცულობდა, ვინც საუკუნო ცხოვრებაში მასზე უწინ გადავიდა. მოსახსენიებელი ესაა შენს ჭერქვეშ გალახაკთა და მწირთათვის მოწყობილი ტრაპეზი. ესაა სიყვარულის ლხინი შენი მეგობრებისათვის გადახდილი. უყურადღებო ლოცვა კი ცარიელ სუფრას გავს. სტუმრები კი მოიწვიე, მაგრამ შინ მშიერები გაუშვი. უყურადღებო ლოცვა შენი ფარისევლობის სარკეა. მოსახსენიებელი ეს ის სტილოა, რომლითაც შეგიძლია მგლოვარეებს ან შენგან შეურაცხყოფილებს ცრემლი მოსწმინდო. მოსახსენიებელი ბაგირია, ჯოჯოხეთში ვყოფთ, რომ უწვდი.
იმ თოკის მსგავსი ჭაობში ჩაფლულს რომ უგდებენ გადასარჩენად. მოსახსენიებელი, რომელსაც საკურთხეველში აგზავნიან ხოლმე ლიტურგიაზე ა ブラ ამის კარავს ემსგავსება, სადაც ყველა მაშვრალი პოვებს განსვენებას. ყურადღებით წაკითხული მოსახსენიებელი ვარსკვლავებივით მოჭედილ ცას ედრება, ხოლო უყურადღებოდ წაკითხული შავი ღრუბლებით დაფარულს. ცოდვილი საკუთარი სულის მტერია, რომელიც არა მარტო საუკუნო ცხოვრებაში, არამედ ამ სოფელშიც იტანჯება, თუნდაც ამას თვითონ ვერ გრძნობდეს. ასევე გრძნობს დილეგში შობილი მზის შუქის ნაკლებობას, მაგრამ ზეცის ხსოვნა თვით ცოდვილის სულშიც კი ბჟუტავს. ამიტომ იმ ადამიანთა სახელები, რომლებმაც ღმერთი დაკარგეს, თითქოს მათი სულის თვალებია, ცრემლით სავსე ვედრებით რომ შემოყურებენ. მოსახსენიებელი ყველგან და ყოველთვის სიკეთის კეთების შესაძლებლობაა. როდესაც ადამიანი გულით ლოცულობს სხვებისათვის, მათი მფარველი ანგელოზები მისთვის ლოცულობენ. ამიტომ მოსახსენიებელი სულიერი ნათლის ერთ-ერთი წყაროა შენთვის. შენ ლოცვა, როგორც სხივის ანარეკლი, ანგელოზთა ლოცვით გაძლიერებული შენვე გიბრუნდება. მოსახსენიებელი სულიერი მოწყალების საცავია, რომელსაც შენი მფარველი ანგელოზი სამჟავროს დღეს ღვთის მართსაჯულების სასწორზე დადებს და მაშინ დაინახავ, რომ ყოველი შენი ლოცვა ქვრივის მიერ დადებული კოდრატების მსგავსია, ოქროს ზოდებად გადაქცეულა იგი. მოსახსენიებელი შენი მომავალი შეხვედრის საძინდარია მათთან, ვისთვისაც აქ ლოცულობდი და ამ ლოცვისათვის ისინი უფრო მადლობელნი დარჩებიან, ვიდრე მშიერები დაპურებისათვის. ადამიანის უზენაესი ბედნიერება სიყვარულის უნარია. სიყვარული თვით ცხოვრება, მოსახსენიებელი კი შესაძლებლობა, რომ ყოველ დღეს სწავლობდე კაცთა სიყვარულს. მოსახსენიებელში სხვადასხვა გზები იკვეთება. გზები გულიდან გულისაკენ. იმათი ლოცვა, ვინც ამ სოფელშია, ლოცვა იმათვის, ვინც ცხონება მოიპოვა, ცად აღმავალი ბილიკია, ლოცვა იმათვის, ვინც დასჯილია, ის სხივია ჯოჯოხეთის უსყულში რომ შთახდება. ეს სამი გზა ერთმანეთის გადამკვეთი ჯვარს გამოსახავს. თქვა უფალმა, რომლითა საწყოვლითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ და კიდევ ნეტარი ხდნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. შენი მოსახსენიებელი თუ კი მას ისე ხშირად გადაშლი, როგორც ჩიტი ფრთებს, არის იმედი, რომ შენი სახელი ღვთის საუკუნო მოსახსენიებელში ჩაიწერება. მართლა დაგულოცობ და გაგუხო.